ვაშინგტონი ელის, რომ უკრაინა შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას ხელს 27 ნოემბრამდე მადლიერების დღემდე მოაწერს. დასავლური მედია წერს, რომ მომდევნო ეტაპი რუსეთთანაა. შეერთებული შტატებში კი იმედოვნებენ, რომ დეკემბრის დასაწყისამდე პროცესი დასრულდება. მარკო რუბიოსა და სტივ უტკოფის მიერ მომზადებული გეგმა რუსეთის სპეცწარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან კოორდინაციით უკრაინის პრეზიდენტს გუშინ გადაეცა და მის შესახებ საუბარი იყო ზელენსკისა და შეერთებული შტატების სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას. რაც შეეხება უშუალოდ გეგმას, ის ითვალისწინებს დონბასისა და ყირიმის რუსეთის ტერიტორიებად დე-ფაქტო აღიარებას, ფრონტის ხაზის გაყინვას ზაპოროჟიესა და ხერსონში, ასევე უარის თქმას ნატოში ინტეგრაციაზე და ასევე ჯარის რაოდენობის შემცირებას. სანაცვლოდ უკრაინას შეერთებული შტატები ნატოს მეხუთე მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიას თავაზობს. ვოლოდიმირ ზელენსკი ანონსებს, რომ უახლეს დღეებში პრეზიდენტ ტრამპთან საუბარს აპირებს და გეგმას პუნქტობრივად განიხილავს. დოკუმენტის დეტალებით და საერთაშორისო გამოხმაურებებით თემაზე ლაპარაკს ჩემი კოლეგა თამარ ჭავჭავაძე გააგრძელებს. ცნობილია მისი მთავარი პუნქტები. უკრაინის სუვერენიტეტი არის დადასტურებული, მაგრამ მან უარი უნდა თქვას ნატოში წევრობაზე. არმია 600,000-მდე უნდა შეამციროს და ყირიმი, დონეცკი, ლუჰანსკი დე-ფაქტოდ ცნოს რუსეთის ნაწილებად. ხერსონსა და ზაპოროჟიეში კი დაშორიშორების ხაზი გაიყინება. სანაცვლოდ უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს მეხუთე მუხლის მსგავს დაცვას და როგორც აქსიოსი გამოცემა აქსიოსი წერს, რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამეორების შემთხვევაში შეერთებული შტატები ევროპელ მოკავშირეებთან ერთად რეაგირებას მოახდენს სამხედრო ძალის გამოყენებით. უკრაინა შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას და აღდგენის პროგრამის ფარგლებში ასევე მიიღებს დასავლურ დაფინანსებას 100 მილიარდის დამატებით გაყინული რუსული აქტივებიდან. რაც შეეხება რუსებს, მას მოუხსნია სანქციებს, დააბრუნებენ დიდ ჩვიდეულში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს გააკონტროლებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და გამომუშავებულ ენერგიას თანაბრად გაინაწილებენ რუსეთიც და უკრაინაც. გეგმაში გათვალისწინებულია ისიც, რომ ხელმოწერიდან 100 დღეში უკრაინაში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. გეგმა ოფიციალურად მიიღო უკრაინამ გუშინ და მზადყოფნა გამოთქვა მისი პუნქტების ამერიკულ მხარესთან განსახილველად. უახლოეს დღეებში ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან საუბარს აპირებს. ჩვენ ამ ეტაპზე მკვეთრ განცხადებებს არ ვაკეთებთ, აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ მიმართვაში ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ. ამერიკულმა მხარემ წარმოადგინა თავისი წინადადებები ომის დასრულების გეგმის პუნქტები, მათი ხედვა. ომის პირველივე დღეებიდან ჩვენ დავიკავეთ ერთი ძალიან მარტივი პოზიცია. უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა, ისეთი, რომელიც არ დაირღვევა მესამე შემოჭრით. ღირსეული მშვიდობა ისე, რომ პირობები ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი სუვერენიტეტის და უკრაინელი ხალხის ღირსების პატივისცემისა იყოს. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ სწორედ ეს პირობები. მე გამოვყავი ის, რაც ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. ჩვენ შევთანხმდით, რომ გუნდები იმუშავებენ ამ წინადადებებზე, ისე რომ ეს იყოს რეალური. ჩვენ არ გავაკეთებთ მკაცრ განცხადებებს და ერთგულები ვართ კაფიო პატიოსანი მუშაობის. უკრაინა, შეერთებული შტატები, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ევროპასა და მსოფლიოში. ამ დღეებში ბევრი საუბარი იყო ევროპელ ლიდერებთან, ბევრი მიმოწერა, მადლობას ვუხდი უკრაინის ყველა მეგობარს მხარდაჭერისთვის. დღეს ვესაუბრებ ფინეთის პრეზიდენტ სტუპს. მუდმივად უკავშირდები სხვა ლიდერებს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ველოდები, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ ტრამპთანაც ვისაუბრებ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამერიკის ძალასა და მხარდაჭერას შეუძლია მშვიდობის დამყარება და არ გვინდა ამის დაკარგვა. ჩვენ ასევე გვესმის, რომ რუსეთს არ აქვს მშვიდობის რეალური სურვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამ ომს არ დაიწყებდნენ. არსებობს მრავალი შეფასება, საკმაოდ სამართლიანი, რომ რუსეთი მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთ რამეს ცდილობდა, კერძოდ სანქციების გადადებას და ომისთვის მეტი დროის მოპოვებას. ამერიკას შეუძლია უზრუნველყოს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება დაასრულოს ომი საბოლოოდ სერიოზული გახდეს. გეგმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სტივ ვიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან კონსულტაციებით შეიმუშავეს და მასში უკრაინული მხარე უშუალოდ ჩართული არ ყოფილა. მის შესახებ განცხადებები გაკეთდა გაეროს უშიშროების საბჭოში. შეერთებული შტატების ელჩის მაიკ ვოლცის განცხადებით, ვაშინგტონი მზადაა ახალი სანქციები დაუწესოს რუსეთს და გააგრძელოს კიევისთვის იარაღის მიწოდება, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებს არ გაიზიარებს. მკვეთრი განცხადება გააკეთა უკრაინის ელჩის მოადგილემ კრისტინა გაიოვიშინმა. მან გაიმეორა, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ გეგმაში არის პუნქტები, რომლებიც უკრაინისთვის წითელი ხაზია. ელჩის მოადგილე გულისხმობდა ტერიტორიების დათმობას და განაცხადა, რომ უკრაინა მათ რუსეთის ნაწილად არასდროს აღიარებს. ჩვენი მიწა არ იყიდება, განაცხადა გაიოვიშინა.
Diplomacy is the only. დიპლომატია ერთადერთი გზაა მდგრადი და სამართლიანი მშვიდობისკენ. შეერთებულმა შტატებმა უმაღლეს დონეზე ჩადო ინვესტიცია ამ ომის დასასრულებლად. ჩვენ შევთავაზეთ რუსეთს პირობები, მათ შორის სანქციების შემსუბუქება. თხოვეთ რუსეთს შეეწყვიტა თავდასხმები და პირდაპირ შეხვედროდა უკრაინას მშვიდობიანი მოლაპარაკების მიზნით. სამწუხაროდ ბრძოლები გრძელდება, რაც ტრაგიკულად იწვევს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდას. ასევე ვიხილეთ ნატოს მოკავშირეების საჰაერო სივრცეში შეჭრა. ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ამ კონფლიქტის კიდევ უფრო გაფართოებას. უკრაინის კონტრშეტევებმა თავის მხრივ დაარტყა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რაც კიდევ უფრო ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობას გააძლიეროს თავისი საომარი ეკონომიკა. იმედი მაქვს, რომ ყველანი შევთანხმდებით, რომ ეს ომი სამხედრო გზით არ დასრულდება. რუსეთის და უკრაინის ლიდერებმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ. როგორც რუსეთი, ასევე უკრაინა უნდა დაეთანხმონ ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ შეგვიძლია დამატებითი ეკონომიკური ხარჯები დავაწესოთ. თუ რუსეთი კვლავაც უგულებელყოფს ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებს, ჩვენ ასევე გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის, რომ თავი დაიცვას. შეერთებული შტატები გააგრძელებს გზას უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად და თხოვთ გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს შემოგვიერთდნენ ამ ძალისხმევის მხარდაჭერაში. უკრაინა მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის წინადადებებს, რომლის მიზანი ომის დასრულებაა. ჩვენ მზად ვართ უწინდებურად ვიმუშაოთ კონსტრუქციულად ამერიკულ მხარესთან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მთელს მსოფლიოსთან, რომ შედეგი იყოს მშვიდობა. უკრაინამ ოფიციალურად მიიღო ამერიკული მხარის გეგმის პროექტი. გამოვყოფთ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. თანახმავართ ვიმუშაოთ გეგმის პუნქტებზე, რომ ომი დასრულდეს სამართლიანად. მიუხედავად იმისა, რომ მზად ვართ შინაარსიან მოლაპარაკებებში ჩასართავად ამ ომის დასასრულებლად, ჩვენი წითელი ხაზები მკაფიოა და ურყევი. რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები არ იქნება ოფიციალურად აღიარებული რუსეთის ნაწილად. ჩვენი მიწა არ იყიდება. დასავლური მედია, რომელიც 2 დღე ამერიკელების მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმის შესახებ წერს, ყურადღებას ამახვილებს ერთ გარემოებაზე, სამშვიდობო გეგმის პროექტის შეთავაზება დაემთხვა რეზონანსულ კორუფციულ სკანდალს უკრაინაში, რაც შესაძლოა ზელენსკიზე ზეწოლის ერთგვარი ბერკეტი იყოს ამერიკულ გეგმას დათანხმდეს.